ის არის რა. კაი კომენტარია. მოათრია. ყავაზავის. დონაციაზე ხა? ყავაზავის ხო თქვენ წაიგეთ დონაციები მსუბაში. ოხ? რა საქმეა ხა? მოქალაქე სიერა ლეონიდან მიულოცოთ კუნძულის უკანასკნელ გმირს ცხოვრების დაალაგება და სამშობლოში დაბრუნება. გილოცავთ კუნძულის უკანასკნელ გმირო. რა? ტატოს ჰამბურგელი მეგობარი. მალე გათავისუფლება ზაქარეიშვილს, ტატო მალე დაგვიბრუნდი მე-12-შიო. ხო, ჰამბურგელი მეგობარი. ავი ზუსტად რომელია, მაგრამ ხა ვერ ხვდები, მაგრამ უნდა მიხვდებოდა. მე-12 მოთამაშე იგულისხმება და მალე გათავისუფლება მიშა ზაქარეიშვილი, ჩემი მეგობარი, ბარსამანიას შემქმნელი, ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის, საქართველოს ფანკლუბის პრეზიდენტი, მიხეილ ზაქარიაშვილი, ადვოკატი და იჭირეს. ბარსამანიას შექმნის გამო ბევრი ჩაილჩა იმის რომ დაეჭირათ. პირიქით, არ ვიცი, მე მგონი მისაოცი ამბავი უფროა, რომ დაიჭირეს. და ხო, გამოვა მალე. ერთ კვირაში მიუსაჯეს. ერთ კვირიანი მიუსაჯეს და გამოვა მალე და ისევ გააგრძელებს კანონს ან დაჭერაზე ჩალიცალა არა გინდა თუ არა, მაგრამ მიხეილი არის როგორი როჟა იცი? ზაქარეიშვილი. როგორი ტიპია იცი რომ ადვოკატია და ძალიან ევასება იურიდიული ნიუანსების ჩაჭერა და იურიდიულ ნიუანსებზე გატრაკება მათ შორის პოლიციისთვის თუ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის. იაკობს გვარი არა აქვს ვარიანტია? იაკობს გვარი არა აქვს ვარიანტია? არა, ხო, კაი ვარიანტია. ხო. და ძალიან ევასება ეგ თემები რა და ეხაც მთელი ისინი იყო არ გახსოვს პირბადით რომ აკავებდნენ და პირბადით რომ დაულუქეს ორი ცალი და რომ ამბობდა რომ ეს უნდა გავატრაკო მე რომ ერთი ნახმარი იყო და დანაშაულის ის იყო და საგაინა მეორე უხმარი იყო და უნდა გაარჩიონ ექსპერტიზა დავანიშნინო რომელი იყო იმიტომ ერთად იყო დაულუქულიო თუ რაღაცა ხო და აი კაცია და გამოვა მალე ისევ დააყენეს მოპეც პარლამენტის წინ ხო აი მაგის გამო დაიჭირეს პარლამენტის წინ აპარკინგებდა მოპეც ხო და დაიჭირეს. პარლამენტის წინ მოპეც აპარკინგებდა და მეოთხე ჯერზე დაიჭირეს. მანამდე აჯარიმებდნენ. ჯიჯი გწერს ტატო რამდენიმე სტენდაპი რომ გვირჩიო შეგიძლიაო? მოვა ტატო და გირჩევთ. ძალიან კაი არის შაპელის ბოლო. ძალიან კაი არის ფილმში ძალიან მაგარი სტენდაპი. და ლუისიკეი უეჭველი ნახოთ. ერთი სახელი არ მახსოვს, მოიცა ვიკიპედიას გავხსნი ახლა. ილაპარაკეში. შემდეგი შევიდა ვიკიპედიაზე ისევ კაროდ შეიძლება. გელა კალანდია გწერს სვანის უთხარით ჩამოკრას დროა უკვეო. ჩვენ მსგავს მოწოდებებს გადაცემაში ვერ გავიმეორებთ, იმიტომ რომ ამას გამოიყენებს ძალიან ბევრი ბოროტი თვალი. $8 დონაცია. ტატო YouTube-ზე ჩემი ბოლო ვიდეო თუ შეგიძლია შემიფასე, როგორია არხი სპორტ ლაინიო. აი, ნახე შეჩემ. ნახე, აი ეგ არის. ის რაზე გააგდეს შეჩემ. ხა დავაფ შეჩემ, ვერტოს კაცი გააგდეს. რაზე გააგდეს. მიცამოდეს უძზე? იჩხუბეს? ნუ ყლეა ეს გეი შეჩემ. რაო? აგაცი, შეჩემ, რაო მითხარი. შევთხოვით ჩავრთე ჰოკეი პირველად ცოტა ხნის წინ და თურმე მაგრა დასწორებს. კალა. შემდგომ გასცე პასუხი. ჰოკეის რა შეეხება? მე უკვე აუნწურავად ვისაუბრე და აღარ ვაპირებ დამატებითი კომენტარების გაკეთებას. და შეიძლება ითქვას რომ რაც მე აქ ვარ მოიხსნა დონაციების რეკორდი $300 დონაცია მეგობრებო. მოგესალმებით, წარმატებული სტრიმი. კაპანაძე გწერს. კალა შენი ვიდეო ვნახე ხის სახლზე და ძალიან გამა და ტექსტი აღარ დაეტია. პირველ რიგში $150,000 გაიკეთებინა და ტექსტიც დაეტეოდა, მაგრამ მადლობა კაპანაძე. მადლობა პირველ რიგში ძალიან. ეგრე ძალიან, შეწუხდებით ხოლმე, დაბალი ზღვარი გვაქვს ფინანსებით, შეგიძლიათ
ცოტა ჩარიცხოთ. მადლობა გულისხმიერი დონაციისთვის. ჩემი ხის სახლი, რომელიც გავაკეთე და იყო ერთი სული მაქვს, როდის დავამონტაჟე პირველ ვიდეოსო დავდო. იმის გამო რომ ძალიან ბევრი ჩაწერები იყო ამ კვირაში, აი 4 ჩაწერაზე ვიყავი, ერთი ამ მათ შორის იყო ჩვენი, სამწუხაროდ იქ წინა კვირაში ვერ მოახერხე დაждომა. თან აი შემოქმედებითი პროცესი ეგეთი არის, ძალიან რთული რა. ცოტა უფრო მეტად გავს წიგნის ან რაღაცის დაწერას, ვიდრე რაღაცა აი მექანიკურად რო გააკეთებ რა, იმიტომ რომ აი მაგალითად მე ვერ ჯდები 2 საათი თუ მაქვს ესე თავისუფალი რომ ეხა მოდი ამ 2 საათში გავაკეთებ ამას. მე უნდა გავიდე რაღაც საქმე უნდა გავაკეთო, მე სტუმრად მივიდე, მე დაბრუნდა ისევ გავაგზავნო მონტაჟი. მე უნდა ვიცოდე რომ დავждები რომ იმ დღეს არაფერი საქმე არ მაქვს და მივაკოდე მონტაჟს, იმიტომ რომ სანამ არ დავიღლები და ან არ გამომეწურება ეს კრეატივი და ენერგია, მინდა რომ სულ ამონტაჟო ხოლმე და სამწუხაროდ ეგეთი დღე წინა კვირაში არ მქონდა, მაგრამ ამ კვირაში მექნება და აუცილებლად დავდებ ამ კვირის ბოლოს ვიდეოს. ასე რომ ჩემი პირველი ვიდეო დავაანონსებ, რომ ამ კვირის ბოლოს დაიდება. კარგი დონაცია იყო, ნამდვილად მადლობა კაპანაძეს და ტატო გწერს. მიტრაკის. არა, ტატო გწერს, უბრალოდ ტატო არის დონაციის ავტორი.